ჩემი საქმე იყო რომ სტუმარს თავი საქართველოს შეექმნო კარგად, კომფორტულად, საქართველოს აღექვას სწორად და სწორი შთაბეჭდილებით წასულიყო აქედან. თუმცა ჩემს მაშინდელ მუშაობას ჰქონდა თავისი სიზნელე, რატომ? იმიტომ რომ ეს არ იყო დღევანდელი საქართველო, ეს იყო მაშინდელი საბჭოთა საქართველო, სადაც რა თქმა უნდა ყველაფერს აკონტროლებდა სახელმწიფო და რა თქმა უნდა ჩემი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა უცხოელ სტუმართან იყო კონტროლზე აყვანილი, მე შესაბამისად პასუხს ვაგებდი ამაზე ყველაფერზე და შემიძლია ასეთი რაღაც გავიხსენო. ერთხელ ჩამოსულია საქართველოში ამერიკის ელჩი საბჭოთა კავშირში ბატონი სტესელი თავის მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად. და მახსოვს გავაცილე ყაზბეგში მივდიოდი და ბოლოს უნდა დაბრუნებულიყავი, მე საზღვარზე რო ვიყავი და უნდა გადასულიყო რუსეთში გადასულიყო და გავაჩერეთ მანქანა, გადმოვედით, ვემშვიდობები ყველას გადავეხვიე და ელჩმა გახსნა ძარა, ამოიღო ორი რაღაც, ერთი ჟურნალი ტაიმი, რომელიც მემაჩუკა, იმიტომ რომ იცოდა რომ აინტერესებდა. და მე ამოიღო მარლბოროს ერთი პაჩკა, ესა რა ქვია, შეკრა და მითხრა აი ეს იმათ მიეციო. იმათ ვინ იყო? ეს იყო მანქანა, რომელიც მოგდებდა და რა მანქანა მოგდებდა, ალბათ გასაგებია. აი ეს იყო ეს ამბავი.